იაგო კაჭკაჭიშვილის ორგანიზაციის კვლევებით მინდა დავიწყოთ. დიდი გაუგებრობა გამოიწვია ოპოზიციაში. 54% ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები ფიქრობენ, რომ უნდა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. ამაზე მკაცრად გააკრიტიკა ოპოზიციის ერთმა ნაწილმა. ზოგმა თქვა, რომ ეს იყო პირდაპირ ხაზარაძის დაკვეთა. ამ კვლევების თქვენ როგორ აღიქვით ეს კვლევები? მე მგონი ახმის ამბავი არ არის, რომ ხაზარაძის დაკვეთა არის. ანუ მე როგორც ვიცი, ეს უბრალოდ ფაქტია და არც არავის არ უარყვია. და ნუ მე მგონია რომ ძალიან მარტივად გასაგებია ყველასთვის, ვისაც გაგება უნდა ყველაფერი. თქვენ იცით რომ ხაზარაძემ შეიცვალა პოზიცია არჩევნებში, ადგილობრივ თვითმფრინავის არჩევნებში მონაწილეობა ან მონაწილეობასთან დაკავშირებით. მან თქვა რომ უნდა მიიღოს ამ არჩევნებში მონაწილეობა, მაშინ როდესაც დანარჩენი 2 ამ 4-დან პოლიტიკური ძალები ამაზე უარს აცხადებენ. ანუ ფაქტობრივად გამოდის რომ ყველაზე უარესი სცენარი, სადაც არანაირი გამარჯვების შანსი არ არსებობს ოპოზიციისთვის, თამაშდება ოპოზიციისვე ხელით. შესაბამისად, ამის გაправებას და საზოგადოებაში გავრცელებას ჭირდება გარკვეული ტიპის ხარჯები. ეს ხარჯები მოგეხსენებათ არის სხვადასხვანაირი. პირველი თქვენი კოლეგების მოსყიდვა. ეს ხალხი მოსყიდული იყო, ოღონდ საპირისპირო საქმებლად, ცოტა ხნის წინ, რამდენიმე თვის წინ ინგა გრიგოლიას და ეკა მიშველაძის დავალება ჰქონდათ, რომ გაელანძღათ ყველა, ვინც მიიღებდა მონაწილეობას არჩევნებში, პოლიტპატიმართა ოჯახის წევრების სახელითაც კი. მოდით პოლიტიკოსებზე ვისაუბროთ, არ გვინდა. არა, ესეც პოლიტიკოსები არიან ლელოსი, ოღონდ სხვაგან მუშაობენ, სხვა ფთაზე. მაგრამ მოდით დავანებოთ თავის სახელებად ფაქტებად ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ მაყურებელმა ხო ამბავი უნდა გაიგოს. ლელოს თავისი კამპანია ჩართული ხონდა ძირს ადგილობრივი არჩევნები, ვინც მიიღებს ყველა მოღალატეა. ამის მოწინავე რიგებში იდგა TV პირველი, მისი დამტყმელი ჟურნალისტების სახით და ეს კამპანია მიდიოდა აქამდე. ლელომ შეიცვალა აზრი. შეიცვალა აზრი ისე, რომ ჟურნალისტებთან ეს არ შეათანხმა, ბუნებრივია, მის დაქირავებულ ხალხთან ამას არ შეათანხმებდა. მაგრამ აი თქვენ იცით რომ ინგა გრიგოლიასთან ცოტა ხნის წინ იყო ხაზარაძე და ბუნებრივად ინგა ისე რომ ეგონა რომ კომპლიმენტს ეუბნებოდა მიწაში ჩადო ფაქტო მაგაში ფულს მე არ გადავიხდიდი ანუ რაც ინგა მუქნა ხაზარაძეს უბრალოდ მაგაში ფულს გადავხდა სიგიჟე არის ლელოსთვისაც კი სიგიჟე არის ამიტომ ლელო ჩათვალა რომ უნდა შეცვალოს ეს სტრატეგია და ამიტომ პირდაპირ ხوار მიადგება ჟურნალისტებს რომელსაც უკვე ნათქვამი აქვს არაერთხელ რომ არჩევნებში მონაწილეობა ამის ღალატია ამიტომ საჭირო გახდა დაექირავებინა სოციოლოგები ასე დაექირავეს ბატონი ჩემი სეხნია და დაექირავებინა ექსპერტები. ლელოსვე დაქირავებულ ტელევიზიაში და დაიწყო კამპანია იმასთან დაკავშირებით თუ რა კაია ადგილობრივი თვართობის არჩევნები. მაგრამ ამას აკეთებენ ძალიან არადამაჯერებლად. მე დარწმუნებული ვარ, ლელო ძალიან ბევრ ფულს ჩაასხამს ამაში. ვიღაც ადამიანებს მაინც დაარწმუნებს 4-5-95 სამრჩეველი, ახლა ისედაც არ არის მაინც და მაინც მაღალი ინტელექტუალი. ისედაც უნდა მივხვდარიყო ამას წინ არჩევნებზე რაც ეს ხდებოდა. მაგრამ ახლაც აი ფაქტობრივად წარმოიდგინეთ რომ 4-5 გამქრალია ციხეში ზის. ერთი მეორე ციხეში ზის მიშა. ტელევიზიები არა აქვთ. ოპოზიციური ტელევიზიები რაც დარჩება ყველა ლელოსი იქნება. ამიტომ ლელო ცდილობს რომ იმ დომინაციით რომელიც სატელევიზიო სივრცეში და ფინანსური რესურსით გააჩნია ჩაახშოს 4-5 ხმები, დატოვოს 9-25 ხმები აქედან, ოღონდ ამას აკეთებს ძალიან უგევნო და ლელოურად. იმიტომ რომ წარმოიდგინეთ რომ მაგ პოზიციას ხო ჩვენ ვიცავდით რომ არჩევნებში უნდა მივიღოთ მონაწილეობა ერთიანი კანდიდატი და ნუ ხსნიდით როგორ იქნებოდა გამარჯვების გზა. ლელოს გამარჯვება კი არ უნდა, ლელოს უნდა ოპოზიციაში პირველი ადგილი. ამიტომ ზოგადად მთელი მისი კამპანია იქნება აწყობილი იმაზე რომ ცდებიან ისინი, რომლებიც აღებულობენ არჩევნებში მონაწილეობას და მართლები ვართ ჩვენ და მთავარი ამ კვლევაში სინამდვილეში იყო ერთი კომპონენტი, რომ თბილისში ქოცებს 25% აქვთ. წარმოიდგინეთ სხვა ყველაფერს თავი დაანებეთ ვინ რა დაწერა. წარმოიდგინეთ რომ თავარი ტყუილი, სადაც აი მე ყველანაირი ტყუილი შეიძლება აჭამოს ხალხს ჩემმა სეხნიამ და ლელომ. დიახ. აი როგორ წინას არჩევნო თქვენ ხო იცით რომ კვლევებს ხო იგივე კომპანია აკეთებდა კვლევას და ქოცებს 35 თუ რაღაც პროცენტი ჰქონდა წაგებული იყო ჩვენ მთელი საზოგადოება შეცდომა შეიყვანეს. რომ ქოცები მარცხდებიან აი სხვაგან იყოს არის სიტუაცია. აკლა საერთოდ სიგიჟეში გადავიდნენ. ჩათვალეს რომ ამ არჩევნების შემდეგ მიმდინარე პროცესებით, აი აქციაზე რომ ხალხი ფაქტობრივად მიილია, ოპოზიციამ რომ ყველაფერი გიჟური ნაბიჯები გადადგა. ყველას დაუარდა რეიტინგი, გარდა ეგრეთ წოდებული ბარიერ გადალახული 4-5-95-ის. აი ყველაზე სიგიჟეები ამათ ვაკეთეს და ყველა სხვა პარტიას რეიტინგი დაუარდა და მარტო ამათ მოემატა და თან მოემატა ორივე მხარეს, იმას რომელიც არ მონაწილეობს არჩევნებში და რომელიც მონაწილეობს არჩევნებში. ანუ ორივე მხარეს შეაფასა დადებითად ამორჩეველმა. ანუ ჩვენი ამორჩევები მიაჩნიათ უბრალოდ თავიანთი ამორჩევები ყოველ შემთხვევაში მიაჩნიათ უკიდეგანო იდიოტებად, რომელსაც შეუძლიათ ყველაფერი აჭამონ. და შესაბამისად მოუმზადეს ასეთი соуსი. ნახეთ, ქოცები, აი წკიპზე არიან 25% აქვს თბილისში.
და ჩვენ თავარია მივიღოთ მონაწილეობა და ვინც არ მიიღებს ის მოღალატეა. თორე ხოცები დამარცხებულია. აი ამ ნარატივის გაყიდვა სურთ ახლა და ყველა მიცის ამ ქვეყანაში ამ წუთას ყველა მიცის რომ ხოცების რეიტინგი 25%-ზე მეტია და ეს მე საერთოდ არ მიხარია კაცო ნეტა არ იყოს, უფრო დაბალი იყოს, არანაირი პრობლემა არ მაქვს, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით რომ ეს ტყუილი იყო, მაგრამდეც როცა ტარდებოდა, ახლაც ტყუილია და შესაბამისად აი ამ ტყუილის მიწოდება ხდება საკუთარ ამორჩეველზე, ამ ტყუილის მიწოდება ხდება ოპოზიციურ ამორჩეველზე, რომ პასუხისმგებლობა მათ არათანმიმდევრულობაზე იმაზე რომ ვერც ბოიკოტზე თანხმდებიან, ვერც საერთო კანდიდატზე თანხმდებიან, შუაზე იყოფიან და ორივე იდიოტურად იქცევა, რომ ქართულ ოცნებას ხელში გამარჯვება უბრძოლველად ქონდეს. აი ამისი გაправება ხდება სხვადასხვაგვარი ექსპერტებით, ერთმანეთზე გადაბრალებებით, სოციოლოგიური გამოკვლევებით, სატელევიზიო გადაცემებით და ეს კიდე გაგრძელდება. და ჩემი აზრით, უბრალოდ სიმართლე არის ის, რის დანახვაც არავის არ უნდა ამ წუთას. და ყველას ურჩევნია აი საკაიფო სიტყვები რო უთხრა, რომ 25% ხოცები ცოტაც და დავამარცხეთ. ნაცები არ მონაწილეობენ, ჩვენც თითქმის იგივე გვაქვს. გახარიას და ჩვენ თითქმის 25% გვაქვს, რომ მეტიც. და ჩვენც კი ვამარცხებთ ხოცებს. და ანუ მოდით მიუხედავად იმისა, რომ ორი პარტია არ მონაწილეობს, მაინც მივიღოთ მონაწილეობა არჩევნებში. აი ეს ამ ნარატივის გაყიდვა ხდება. ყველას ესმის რომ ეს არის მცდარი ნარატივი, არასდროს აქედან აფერი არ გამო. წინ არის 6 თვე არჩევნებამდე. ხო შეიძლება დალაგდერო. ყველაზე უარესი არის ორი მონაწილეობს, ორი არ მონაწილეობს. მოდი ყველაზე უარესი ავირიდოთ თავიდან. რა გავაკეთოთ ამისთვის? ან ნაცები დავარწმუნოთ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, ან არც ერთმა არ მივიღოთ მონაწილეობა. ხო ეს არის სწორი. მაგრამ შენ ამ დროს გამოდიხარ და პირიქით, რასაც აქამდე კამპანიასაც წარმოებდი, იმის საწინააღმდეგოდ იხდი ფულს. ამის საწინააღმდეგოდ ქირავობ ექსპერტებს, ამის საწინააღმდეგოდ ქირავობ სოციოლოგებს, ამის საწინააღმდეგოდ ქირავობ ჟურნალისტებს. და რასაც ადრე აკეთებდი, ნახევარი წლით ადრე, იმის 100%-ით საწინააღმდეგოს ელაპარაკები შენს ხალხს. და თან გჯერა რომ აი ასე მოუგებ ქართულ ოცნებას. თბილისი უნდა წავართვათო, ხო ამბობს. არა, თბილისი წასართმევია, მაგრამ მასე ხო არა. არა, ლელოს არ შეუძლია თბილისი ვინმე წაართვას. პირიქით, მე მგონია რომ ღმერთი ესე არ გაგწირავს რომ ლელოს შაბარდეს თბილისი. ეს არაფერ შუაში არ იქნება ცუდი. არა, როგორ შეიძლება ეს ასე იყოს, კარგი იყოს, კაცო. როდესაც, ანუ ერთი ადამიანის მეორეთი ცვალებადობა, რომელიც ამბობს, რომ მე უფრო მკაცრი ვიქნები, მე უკეთესად გაგტყიპავ, მე უკეთესად რაღაცას გიზამ, მე მეტ პენსიას დაგირიგებ, მაგრამ არაფერი ცვლილება, სხვა არაფერი მართლობის სტილში. ამას ეს ხო უბრალოდ 10,000-ჯერ არის ნაცადი, ამას არანაირი შედეგი არ ქონია და პირიქით ჩემი აზრით ოპოზიციის ეს ტაქტიკა რაც ახლა არის გარანტია იმისთვის, რომ კალაძე მოიგოს პირველ ტურში. ამ ხალხს უნდა საერთოდ არ უნდა საჯაროდ ლაპარაკი, პირიქით უნდათ რომ საკუთარი პროპაგანდისტული საშუალებით ეცადონ რომ გადაფარონ მეორე მხარის არჩევნებში არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა პროპაგანდა. რა მთელი ეს ამბავი რომ ხოცები ისე იქნებიან ყველა შტოში ხელისუფლების, ეს გაправდეს არა მათი ბრალით, ისინი მეორე ადგილზე იყვნენ დასულები ეს უნდათ, მაგრამ ეს რო პირველზე ვერ გავიდნენ, დაბრალდეს ვიღაცა სხვას. და სინამდვილეში ლელომ რაც გააკეთა ქართულმა ოცნებამ ყველაფერი რაც მედიას უქნა, ოპოზიციურ მედიას, ეს გააკეთა ჯერ კეზერას ხელით და მე ახლა აკეთებს ლელოს ხელით. და ყველასთვის გასაგებია რომ ცენზურა რომელიც ქართულ ოცნებას აქვს დამყარებული სახელმწიფო მედიაში არანაკლები პასუხი ამის არის არანაკლები უფრო მეტი ჩემი აზრით ცენზურა ოპოზიციურ მედიაში როგორც გვარამია იყო უფრო მეტი ცენზორი ვიდრე ნებისმიერი სახელმწიფო მედია და ყველაზე დაცენზურებული ტელევიზია იყო მთავარი ახლა ყველაზე დაცენზურებული ტელევიზია არის TV პირველი, ყველაზე დაცენზურებული ტელევიზია არის ფორმულა. ანუ ჩვეულებრივად ცენზურისადმი, ცენზურასთან ცენზურით ბრძოლა, ყველას ესმის რომ აბსურდია, მაგრამ საქართველოში გამოხატვის თავისუფლება და ის რომ ადამიანებს საინფორმაციო საშუალებები და სუტყუილი მიეწოდებათ, სინამდვილეში პირდაპირ ქართულ ოცნებას ვარ დაბრალდეს, ეს უზრუნველყოფილია იმითი, რომ ვითომ არსებობს ორი აზრი, ქართული ოცნების და საწინააღმდეგო და ორივე ტყუილია. მადლობა. ესმით, აზრით სადაც სხვაგან არის, ოღონდ ვინაიდან ეს ორი ტყუილი იმდენად ხმაურიანად ებრძვის ერთმანეთს, ადამიანებს საერთოდ ავიწყდებათ ფიქრი იმაზე, სად არის სიმართლე, ამ ხელა, როგორ გითხართ, მედია სივრცეში იქნება თუ მედია ნიაღვარში, რომელიც ჩვენ მოედინება მოსახლეობის